განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენ კვლავ ტერტულიანეს შრომებს განვიხილავთ. მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ ჩვენ წინა შეხვედრაზე შევეხეთ კონკრეტულად პაექრობითი ხასიათის ძეგლებს, პოლემიკური ჟანრის თხზულებებს ტერტულიანესას, კერძოდ 8 ძეგლი ამ მხრივ ყურადსაღები და მნიშვნელოვანი. ძალიან ზოგადად განვიხილეთ და მაშინვე დასკვნის სახით აღვნიშნეთ, რომ ამით არ ამოიწურებოდა საკუთრივ პოლემიკური მიზანდასახულობის შრომები ტერტულიანესი. მართლაც ამ შრომებს უკავშირდება აგრეთვე კიდევ რამდენიმე ძეგლი. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სხვებთან შედარებით თავისი განსაკუთრებული ცინიზმითა და მკვეთრი გამოთქმებით ცნობილი ძეგლი სახელწოდებით პრაქსიასის წინააღმდეგ, რომელიც მკვლევართაგან ეს აბსოლუტურად გამოკვეთილია და დასაბუთებულია, რომ აი ეს ძეგლი გახლავთ ტერტულიანის შრომებს შორის ყველაზე უფრო მონტანისტური, იმ ერეტიკული სარწმუნოების, ერეტიკული ცნობიერების უმკვეთრესად ამსახველი, რასაც, როგორც ეს არაერთგზის აგვინიშნავს, ტერტულიანე ყვალში ჩაუდგა და რომლის წინამძღვარიც გახდა იგი შემდგომ 207 წლიდან. თვით პრაქსიასი, რომელისადმის ეს ძეგლია მიმართული, თუმცა ასევე, როგორც ეს ტერტულიანეს ცალკეული გამონათქვამებიდან ჩანს, ცთომილ შეხედულებად აღსარებელი ყოფილა, ესე იგი პრაქსიასი თვითვე ყოფილა ერეტიკოსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისდამი დაპირისპირებული ტერტულიანეც ასევე ერეტიკოსი არ იყო, რომ თქვათ ეს ნაშრომი მას მაშინ ჰქონოდა დაწერილი, როდესაც ჯერ კიდევ ეკლესიის წევრი გახდათ. ცალკეული შეფასებანი ტერტულიანესი იმდენად მკვეთრად ერეტიკულია, რომ მართალია თვითონვე უარყოფს ერეტიკოსს, ამ შემთხვევაში პრაქსიას, მაგრამ ზუსტად პრაქსიასის ერეტიკულ შეხედულებებს, მაგრამ ამავე დროს არანაკლებ და ზოგ შემთხვევაში უფრო მკვეთრ ერეტიკულ დებულებებს თვითონ ავტორიც, ესე იგი ტერტულიანეც გვთავაზობს. რაც შეეხება საკუთრივ პრაქსიას, ამ ძეგლიდან ჩანს, რომ იგი როგორც ჩანს ემხრობოდა მოდალიზმის, ანუ ეგრეთ წოდებული პატრიპასიანიზმის აღსარებელი ყოფილა. მოდალიზმი, ანუ პატრიპასიანიზმი ესაა მოძღვრება, რომელიც უარყოფს ერთარსება ღვთის სამპიროვნებას, ერთი ღმრთეების სამპიროვნებას, მამას, ძეს და სულს. რა თქმა უნდა, ამ სახელებს ეს მიმდინარეობა არ უარყოფს, მაგრამ თვითმდგომ ჰიპოსტასებად, სრულ პირებად მათ არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ეს მიმდინარეობა, ესე იგი ეს მოდალიზმი, ანუ პატრიპასიანიზმი, თუ რატომ ეწოდება მოდალიზმი და პატრიპასიანიზმი, ჩვენ ცოტა ხნის შემდეგ განმარტავთ, ჯერ არსი გვინდა წარმოაჩინოთ ამ ერესისა და ეს არსი გახლავთ ის, რომ აღნიშნული მიმდინარეობა ერთი ღმრთის სამპირს უარყოფს და აღიარებს, რომ ერთი ღმერთი ერთპიროვანია. ფაქტობრივად ეს გახლავთ იგივე იუდაიზმი, რომელიც ერთი ღმრთის ასევე ერთპიროვნებას აღიარებს და უარყოფს მამა ღმერთთან ერთად პიროვნულად ძეღმერთის და პიროვნულად სულიწმინდის არსებობას. მოდალიზმი ეწოდება ამ მიმდინარეობას, იმიტომ რომ აღიარებს ერთი ღმრთის სამ მოდუსს, ერთი პიროვნების სამ სახეობას, რომ ერთი და იგივე პირია მამაც, ძეც და სულიც, ოღონდ სხვადასხვა სახით გამოვლენილნი. როგორც ძალიან ისეთი პარალელი რომ გავავლოთ, ვთქვათ, იგივე ღმერთი ადამიანებს შეიძლება კაცის სახითაც გამოუჩნდეს, ანგელოზის სახითაც გამოუჩნდეს, სხვადასხვა სახე მიიღოს ღრუბლით და ნათელისმეტით და ასე შემდეგ. ესე იგი იცვალოს გამოცხადების და გამოვლინების ფორმა, ანუ სახე, ანუ მოდუსი. აი ასე მიიჩნევდა ეს მიმდინარეობა, რომ ერთი პირი, ერთი არსების მქონე ერთი პირი, რამდენიმე სახით, კერძოდ მამის, ძისა და სულიწმინდის სახით ვლინდებოდა თითქოს და ამით არსებობდა ეგრეთ წოდებული სამი სახელი, მამა, ძე და სული. ხოლო პატრიპასიანიზმი ეწოდებოდა, იმიტომ რომ თვითონ სიტყვა პატრიპასიანიზმი ნიშნავს მამის ვნება. პასიო ლათინურად არის ვნება გახლავთ და პატერ მამა. და რა თქმა უნდა ეს მოძღვრებას სწორედ ეს სახელწოდება უნდა მიიღო, იმიტომ რომ თუ ერთ პირთან გვაქვს საქმე, შესაბამისად ძეღმერთი იგივე მამა ღმერთი ყოფილა, მამა ღმერთი პიროვნულად იგივე სულიწმინდა ყოფილა და ამიტომ განკაცებულმა ძეღმერთმა როდესაც იბნო, რა თქმა უნდა ვნებულა თვით მამაც, იმიტომ რომ ისინი ერთი პირია ამ მიმდინარეობის მიხედვით. ამიტომ ეწოდება ამ ერეტიკულ მიმდინარეობას გარდა მოდალიზმისა, აგრეთვე პატრიპასიანიზმი. და ესაა იგივე საბელიანიზმი, რაც ჩვენ ადრეც გვიხსენებია, საბელიოზი აღიარებდა სწორედ ერთარსება ღვთის ერთპიროვნებას და ამ მიმდინარეობის ძალიან მკვეთრი დამცველები ამ ერესის სხვათა შორის დღესაც სახესე არიან, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ ორგზის ჰქონდა პუბლიკაცია. ერთი ეს გახლავთ ნაშრომი ჩვენი
95 წელს გამოცემული ადამიანი პირმშოხატისა და მეორე 2001 წელს თორსებით გამოცემული მართლმადიდებლური ხატმეტყველება, სადაც ხილებული გვაქვს თანამედროვე საბელიანიზმით, ანუ იგივე თანამედროვე მოდალიზმი, იგივე პატრიპასიანიზმი, ერთი ჰიპოსტასური ხატის აღსარებლობა, რაც იგივე ერთი ჰიპოსტასური პირის აღსარებლობის იგივეობრივია და ეს მოძღვრება ძველთაგანვეა დაგმობილი ეკლესიის მამათაგან. აი ამ მიმდინარეობის მიმდევარი და აღსარებელი ამ მოძღვრებისა იყო პრაქსიასი და რა თქმა უნდა ხილებას საჭიროებდა მისი ეს სრულმოძღვრება, მაგრამ არა ტერტულიანისგან, თავისთავად ცხადია. თუმცა ეს დამსახურება ამ ნაშრომს მაინც აქვს, რომ პრაქსიასის ეს მცდარი მოძღვრება აბსოლუტურად თვალსაჩინო გახადა და შესაბამისად მხილებული იქნა ეს მწვალებელი. ამიტომ ძველთაგანვე მიუთითებდნენ, რომ თუმცა ტერტულიანი თავადაც არანაკლებ ცდომილ შეხედულებებს გამოთქვამს, საკუთრივ პრაქსიასის მხილებაში იგი სამართლიანია, ანუ ტერტულიანი სამართლიანად კიცხავს პრაქსიას. მაგრამ აქ არის ასეთი ამბავი, თავის მხრივ პრაქსიასიც ტერტულიანისთან მიმართებაში გარკვეულწილად ასევე სამართლიანი მოქმედების აღსრულებელია, იმიტომ რომ როგორც ამ ნაშრომიდან ვიგებთ, პრაქსიას დაუგმობინებია, პირადად მას არ შეუსრულებია, ეს დაუვალებია, როგორც ჩანს გარკვეულ ღვთისმეტყველთათვის და მათი მოვაწეობის შედეგად მას დაუგმია, ანუ მათთვის დაუვალებია დაგმობა იმ ერეტიკული მიმდინარეობისა, რომლის მიმდევარიც გამხდარა ტერტულიანი მონტანიზმის დაგმობა წინამძღვრებია სწორედ პრაქსიას. და პრაქსიას დაუგმობინებია ეს ერეტიკული მიმდინარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია ეს გახლავთ. მას შემდეგ რაც საღვთისმეტყველო საფუძვლები მოუმზადებია გარკვეულ პირთაგან, თვით რომის პაპის, რომის ეპისკოპოსისთვის, რომის პაპმა დაგმო მონტანიზმი პრაქსიასის ინიციატივით. თვით პრაქსიასი ვინ იყო? ხაროდ ამის დადგენა დღეისათვის რთული გახლავთ, მაგრამ როგორც ჩანს მას საკმაო გავლენა ჰქონია, თორემ რომის პაპთან ასე მჭიდრო ურთიერთობა რა თქმა უნდა არ ექნებოდა. ამრიგად ამ მოქმედებაში, საკუთრივ ამ მოქმედებაში პრაქსიასაც ღირსეული ღვაწლი გაუწევია, როდესაც მას თვით რომის პაპი წაუქეზებია იქეთკენ, გეზი უჩვენებია იქეთკენ, რომ ეს ახლად გამოჩენილი უაღრესად ცდომილი მოძღვრება და მისი ჰერესიარქი მონტანი საჯაროდ დაუგმობინებია. და რაც შეეხება ტერტულიანეს, მასაც როგორც აღნიშნეთ, პრაქსიასის მიმართ თავისი სიმართლე აქვს, როდესაც პრაქსიას ამხილებს მოდალიზმში, ანუ პატრიპასიანიზმში, მაგრამ ამავე დროს იცავს რა მონტანიზმს, ეს საკუთრივ ტერტულიანეს აღსარებლობის და თვით ამ ნაშრომის დიდი ხარვეზი გახლავთ. აქ ხდება სხვადასხვა ერეტიკული გამონათქვამი და დებულება ტერტულიანესი, კერძოდ მაგალითად მკვეთრად გამოხატული ეგრეთ წოდებული დაქვემდებარებულობის შესახებ, ანუ სუბორდინაციის შესახებ მოძღვრება, რაც გულისხმობს ხარისხობრივი ეტაპების შეტანას ყოვლადწმიდა სამებაში, რომ თითქოს მამა ხარისხობრივად უფრო აღმატებულია, ძე მასზე დაქვემდებარებული და უფრო კნინობითი, სულიწმინდა კიდე უფრო დაქვემდებარებული. აი ეს უაღრესად მკვეთრად გამოხატული ერეტიკული აზრი ჩვენ ადრეულ პერიოდში ბევრ ღვთისმეტყველთან გვხვდება, თუნდაც ორიგენესაც იგივე ხარვეზი ახასიათებდა, რა თქმა უნდა, მის კვალობაზე მოგვიანო პერიოდში, სწორედ მის კვალობაზე ჩამოყალიბდა მოგვიანო პერიოდში ისეთი შორსმიმავალი და მასშტაბური ერესი, როგორც არიანელობა გახდათ და ამ არიანული ერესის ერთ-ერთ ქვე, თუნდაც ტიპოლოგიურ მესაფუძვლად ჩვენ ტერტულიანეს უნდა მივიჩნიოთ, იმიტომ რომ ასევე სუბორდინიზმი, ანუ დაქვემდებარებულობა ყოვლადწმიდა სამებაში მის მიერაც ცხადად გამოითქმოდა. მიუხედავად ამგვარი ცდომილებისა და უფრო ზუსტად ამგვარ ცდომილებათა გვერდით ტერტულიანი ამავე დროს გვაწვდის რამდენიმე უაღრესად მართებულ და უაღრესად მნიშვნელოვან ფორმულირებას თვით ყოვლადწმიდა სამების დოგმატთან დაკავშირებითაც. ამან განაპირობა სხვათა შორის ხსენებული ძეგლის განსაკუთრებული პოპულარობა შემდგომი ეპოქის ღვთისმეტყველთა შორის. მართალია, გვიანდელი ღვთისმეტყველნი გამორჩევითად უდგებოდნენ, რა თქმა უნდა, ამ ძეგლს თავისთავად ცხადია, რაც ღირსეული იყო, იმას გამოხობდნენ, მაგრამ ეს ღირსეული მართლაც იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ძეგლმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. და იყენებდნენ კი ისეთი სახელგანთქმული ღვთისმეტყველები ამ ნაშრომს ტერტულიანისას, როგორებიც გახდნენ წმინდა იპოლიტე რომაელი, წმინდა დიონისე ალექსანდრიელი, ეს ორივე მესამე საუკუნის პირველი ნახევარი და შუა წლებია და მეორე ნახევარი დიონისე ალექსანდრიელი ნაწილობრივ, ავგუსტინე და სხვები. აი ეს ნაშრომი, როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი ძირითადი პოლემიკური თხზულება ტერტულიანესი და მის გვერდით ჩვენ უნდა დავასახელოთ კიდევ მეორეც, რითაც დავათავრებთ კონკრეტულად პაექრობითი ხასიათის შრომებზე, ტერტულიანის შრომებზე საუბარს,
ეს მეათე თხზულება იქნება რიგით ამ ჟანრისა, რასაც ეწოდება სულის შესახებ. ეს ძეგლი, ესე იგი, ნაშრომი სულის შესახებ, მარკიონის წინააღმდეგ მიმართული თხზულების შემდეგ, რომელიც ჩვენ მოიხსენეთ პირველ ნაწილში ჩვენი მსჯელობისა, როდესაც დავიწყეთ პაექრობით თხზულებებზე საუბარი, რიგით მეორე ძეგლი ამ ჩვენს ჩამონათვალში და ჩვენს განხილვაში სახელწოდებით მარკიონის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნავთ, რომ იგი ყველაზე ვრცელია ტერტულიანის შრომებს შორის და შედგება 5 თავისგან. მიზნად ისახავს კი მეორე საუკუნის პირველი ნახევრის და შუა წლების ერთ-ერთი გავლენიანი გნოსტიკოსი მწვალებლის მარკიონის მხილებას, ამ შრომას, რომელიც ყველაზე ვრცელია, როგორც აღნიშნეთ, ეწოდება მარკიონის წინააღმდეგ. და აღნიშნული ნაშრომის შემდეგ საკუთრივ პაექრობითი თხზულებებიდან და ტერტულიანის შრომებიდან ყველაზე ვრცელი გახლავთ სწორედ ეს ნაშრომი, რომელიც ახლა ვახსენეთ, სახელწოდებით სულის შესახებ. როგორც თვით ავტორი ტერტულიანი მიუთითებს, უპირველესი მიზანი ამ ნაშრომის დაწერისა ყოფილა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცდომილ შეხედულებათა უარყოფა. ერთ-ერთი გამოკვეთილი ღვთისმეტყველური ღირსება აღნიშნული ნაშრომისა გახლავთ პირობო და ცალსახა აღიარება ადამიანის ორივე ბუნების, სულიერისა და სხეულის ყისიერი წარმოშობისა, თანადროული წარმოშობისა, რომ არც ხორცი იქნება სულზე უწინარეს ადამიანში და არც სული იქნება ხორცზე უწინარეს. არამედ ორივენი თანადროულად შეიქმნებიან და ეს მოძღვრება, ეს მართლმადიდებლური სწავლება თანადროული შექმნის შესახებ ადამიანის როგორც ხორცისა, ასევე სულისა, რაც ხშირად იყო დარღვეული სხვადასხვა ღვთისმეტყველთან, მოგვიანებით ყველაზე უფრო გამოკვეთილი არგუმენტირებით დაგვისაბუთა ჩვენ ისეთმა დიდმა მოძღვარმა, როგორც გახდა წმინდა გრიგოლ ნოსელი. მაგრამ აი ამ დიდ მოძღვრამდე იგივე თვალსაზრისით ჩვენ მკვეთრად გამოხატული გვხდება ტერტულიანის ამ ნაშრომში და რა თქმა უნდა ეს ხაზგასასმელია, გამოსაყოფია და გარკვეული ღირსება ამ ხრივ ტერტულიანის ჩვენ უნდა განუკუთვნოთ. მაგრამ ამ ღირსებას, აი ამ ღირსეულ თეოლოგიურ დებულებას ტერტულიანისას, რაც ამ ნაშრომშია გამოკვეთილი, ძალიან აფერმკრთალებს იქვე მცდარი თვალსაზრისის სრულიად მკაფიო გამოთქმაც სულთან დაკავშირებით. ესაა ცნობილი ტერტულიანისტური სრუსწავლება, ეგრეთ წოდებული სულის თესლის შესახებ, რომ თითქოს სულები ერთი მეორისგან იშვებიან სპერმატულად. ტერტულიანი მიიჩნევს, რომ არსებობს თითქოს და სულის წარმომშობი თესლი, რომელიც ყისიერად გამოიღორება სულისგან. სწორედ ამ თვალსაზრისს ეფუძნება ერეტიკული მოძღვრება ტრადუქციანიზმი ან და ტრადუციანიზმი. ორნაირად შეგვიძლია ამ ცრუ მოძღვრება ჩვენ უწოდოთ. ტრადუციანიზმი ეს მიღებული სახელწოდებაა დღესდღეობით ასე გვხვდება, მაგრამ წარმოშობითად რამდენადაც ეს ტერმინი ტრადუციანიზმი ეფუძნება ლათინურ სიტყვას ტრადუქს, რაც განშტოებას ნიშნავს, შტოოს განშტოებას, რტოს. აი ამ ტრადუქს სიტყვიდან არ იქნება უმართებულო თუ აწარმოებდით უფრო ზუსტ ტერმინს ტრადუქციანიზმი. თუმცა, რახან დღეისათვის მაინც უფრო მიღებულია ტერმინი ტრადუციანიზმი, მაინც ჯობია ის დავტოვოთ, თუმცა ერთი საფრთხე ახლავს ამ ტერმინს, ეს ტრადუციანიზმი გაიგება როგორც აი ტრადიციასთან რაღაც დაკავშირებული სიტყვა და ამიტომ ეს ცბგერა, რაც თავისთავად არა მართებული, იმიტომ რომ ფუძეს ის არ უკავშირდება, თუ შეიცვლება მართებული ფორმით, როგორც აღნიშნეთ, აი ეს მსგავსება, ეს არა მართებული დაკავშირება ამ ორი ტერმინისა, რა თქმა უნდა, თვალსაჩინო გახდება. ამიტომ ტრადუქციანიზმი არსებითად ეს ტერმინი და რას ნიშნავს ეს ამ ტერმინის ქვეშ ნაგულისხმევი მოძღვრება, რომ თითქოს და სულისგან განშტოვდება მეორე სული, რომ სულზე შეიძლება ამოიყაროს სხვა სულმა, ანუ იშოვას სხვა სული. აი ეს გახლავთ ტრადუქციანიზმი, ანუ ტრადუციანიზმი. რაც ესე იგი ეს მოძღვრება აღიარებს ადამიანის პიროვნული სულის გამომდინარეობას გენეტიკურად მშობლების სულებისგან. ეს ძველთაგანვე დაგმობილი მოძღვრება კონკრეტულად 598 წელს საბოლოოდ დაგმო რომის პაპმა და ამის შემდეგ რეციდივები, რაც მანამდე ზოგჯერ შეიძლება და შესამჩნევი ყოფილიყო, აბსოლუტურად აღმოფხვრილია. სამწუხაროდ ხელახლა იჩენს თავს მე-19 საუკუნეში რუსულ ღვთისმეტყველებაში, აქედან კი შემოაღწია საქართველოშიც და თუ რუს ღვთისმეტყველთა შრომებში ამ მცრუ მოძღვრებას მხოლოდ ვარაუდის, ცნობილი ვარაუდის სახე აქვს, საქართველოში როგორც ეს საერთოდ ხდება ხოლმე, რატომღაც ეს რუსული ნააზრევი საბოლოო სიტყვად მიიჩნევა და ეს აზრიც უკვე გადმოღებული ჩვენს მიერ და საქართველოში შემოღწეული წარმოჩნდება როგორც თითქოს და საეკლესიო დოგმატი, მაშინ როცა კვლავ აღნიშნავთ ესაა ერესი, უპირობოდ მწვალებლობა ეკლესიის მამათაგან
კატეგორიულად უარყოფილი, იმიტომ რომ ეკლესიის მამები აღიარებენ არა სულთა ტრადიციანიზმს, ანუ ურთიერთშობადობებს, არამედ სულთა კრეაციონიზმს, ანუ მათ შესაქმეს უშუალოდ ღვთისგან, რომ ყოველი ჩვენი პიროვნული სული, პიროვნულად ყოველი ჩვენთაგანი სული ჩვენი შესაქმისას, ჩვენი დაბადებისას იქმნება უშუალოდ ღვთისგან და არა ისე რომ ჩვენი მშობლების სულები შობდნენ თითქოს და ჩვენს სულს. და მით უმეტეს არსებობდეს რაღაც სულის სპერმა, რომ თითქოს სულიც ისეთივე მატერიალური იყოს, თუმცა უფრო ფაქიზი, როგორც სხეული. მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიდეთ უეჭველად იმას რამე, რომ მოკვდავი გახლავთ სულიც ისევე როგორც სხეული, იმიტომ რომ რაც შედგენილობის მქონეა, რაც სპერმატულია, რაც წარმოშობადია და გენეტიკურია, აუცილებლად დარღვევადიც არის, აუცილებლად გვდომადიც გახლავთ. ამიტომაა, რომ ეკლესიის მამათაგან კატეგორიულად უარიყოფა ეს მოძღვრება სამწუხაროდ მნიშვნელოვნად ფეხმოკიდებული ამ ბოლო წლებში საქართველოში, რის შესახებაც ჩვენ ადრეს მიუთითებდით, საგანგებო სტატია გამოვაქვეყნეთ ამასთან დაკავშირებით და ალბათ მომავალშიც გვექნება სათანადო პუბლიკაცია. გარდა უარსაც თომილი აზრისა, ეგრეთ წოდებული რაღაც სულიერი სპერმის შესახებ, ასევე მცდარია ტერტულიანეს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადამიანის სული, ვიდრე საყოველთაო აღდგომამდე, აქ ადამიანის სულში იგულისხმება ყველა ადამიანის სული, ვიდრე საყოველთაო აღდგომამდე ჯოჯოხეთში მკვიდრობს. ესე იგი ესქატოლოგიური სწავლება ტერტულიანეს ამ მხრივ არის ძალიან ხარბეზიანი, რადგანაც ეკლესიის მამები და საეკლესიო მოძღვრება ერთსულოვნად და ერთაზროვნად განაჩინებს, რომ ცხონების ღირსნი აუცილებლად ზეცაში მკვიდრდებიან, რომ წმინდანები ახლავე ზეცაში არიან, თუმცა კი მათ აღნათქვემი, როგორც პავლე მოციქული გვაუწყებს, ჯერ მიღებული არ აქვთ, ანუ ჯილდო თლიანობითად ჯერ მიღებული არ აქვთ, რადგანაც მხედართ მთავარი ჯერ არ დაბრუნებულა ზეციური იერუსალიმში, ის კვლავ ბრძოლაშია, ისევე როგორც არ მიუღიათ თავიანთი ტანჯვითი აღნათქვემი, ანუ თავისი დანაპირები მარადიული ტანჯვისა წარწმედილებს, რომლებიც თავისთავად ცხადია ჯოჯოხეთში მკვიდრობენ. ესე იგი ის ფაქტი, რომ ჯერ აღთქმული ჯილდო თუ აღთქმული სასჯელი გაცემული არ არის, ეს არ იძლევა იმის არგუმენტს და საფუძველს, რომ ჯილდოს მიღების ადგილას არ მივიჩნიოთ უკვე ყოფებად ერთნიც და მეორენიც. მაშინ არც ის უნდა ვთქვათ, რომ მარადიული წარწმენდისთვის გამზადებულნი ჯოჯოხეთში მკვიდრობენ, იმიტომ არც იმათ არ აქვს ჯერ მარადიული წარწმენდა მიღებული. მარადიულ წარწმენდას ისევე როგორც მარადიულ ცხონებას, მხოლოდ მეორედ მოსვლის განკითხვის ჟამს მიიღებს ყველა თავიანთი საქმეებისამებრ. ერთადერთი შუალედური ნაწილი კაცობრიობისა, რაზე ჩვენ არაერთგზის გვიმსჯელია, ანუ ის ნაწილი კაცობრიობისა, რომლებიც არც იმდენად ცოდვილნი არიან, რომ მარადიულად წარწმდნენ, მაგრამ მაინც ცოდვილნი არიან და შესაბამისად ვერ შეაღწევენ მყისიერად სასუფეველში, აი ისინიც გარდაცვალების შემდეგ ასევე ჯოჯოხეთში მიდიან, მაგრამ ისე გამოხსნილნი იქნებიან ჯოჯოხეთისგან თანდათანობით. ზოგადად კი, კვლავ აღნიშნავთ, ცხონების ღირსნი, ცხონებადნი, წმინდანები, ხორცშივე რომ წმინდანობა დაიმკვიდრეს, გარდაცვალების შემდეგ ყისვეზეცად მაღლდებიან, რა თქმა უნდა, ზეციური იერუსალიმში იმკვიდრებენ ადგილს, ხოლო მეორენი მარადიული წარწმენდისთვის გამზადებულნი ყისვე ჯოჯოხეთს იმკვიდრებენ და ეს ადგილები მათთვის, რა თქმა უნდა, საბოლოოა. ამიტომ ტერტულიანეს აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს მართალნიც კი კვლავაც ჯოჯოხეთს იმკვიდრებენ, ესაა იგივე ძველი აღთქმისეული ხედვა კაცობრიობისა, ძველ აღთქმის ეპოქაში ჭეშმარიტად ასე იყო, მაცხოვრის მოვლინებამდე ყველაზე უფრო მართალიც კი ჯოჯოხეთში ჩადიოდა, რადგანაც ზეცა, ცხონება, სამოთხე ჯერ გახსნილი არ იყო. მაგრამ თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ მაცხოვრის მოსვლის შემდეგაც მართალნი კვლავ ჯოჯოხეთში მიდიან, მაშინ უნდა უარყოთ მაცხოვრის გამოხსნელობითი ღვაწლი, სხვა რაში უნდა იყოს მისი გამოხსნელობითი ღვაწლი, თუ არა იმაში, რომ ბორკილთაგან გაათავისუფლა ღირსეულნი და გაუხსნა მათ ცხონების სამყოფელი. მაგრამ ტერტულიანის შრომაში, როგორც ამხშეთ, სწორედ ეს მცდარი აზრია, თითქოს მეორედ მოსვლამდე ზეცა დახშულია მართალთათვისაც კი. მართალია აქ ტერტულიანე მცირედ გამონაკლისს აკეთებს კონკრეტულად მარტვილებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მარტვილნი ყველასგან განსხვავებით დაუყოვნებლივ ზეცად მაღლდებიან, მაგრამ სხვა ღირსეულ მოღვაწეებს იგი უყოყმანოდ განუკუთვნებს ჯოჯოხეთს მეორედ მოსვლამდე. მისი ცნობილი სიტყვებია სხვათა შორის, ერთადერთი გასაღები, რაც აღებს სამოთხეს, არის თქვენი საკუთარი სიცოცხლის სისხლი. მიიჩნევა, რომ ტერტულიანეს აღნიშნული შრომის მთავარი წყარო შესაძლოა ყოფილიყო იმ დროის და შედარებით უფრო ადრინდელი, კერძოდ მეორე საუკუნის მეთოდისტთა სექტის წარმომადგენლის სორანუს ეფესელის 4 წიგნეულის სულის შესახებ, რომ გარკვეული პარალელები აშკარად სახეზია, სადაც
სხვათა შორის სტოიკოსებისა და ტერტულიანეს მსგავსად დაშვებულია სულის მატერიალურობა და გენეტიკურად ურთიერთგამომდინარეობა. რაც შეეხება იმას, რაზეც უკვე აღნიშნავდით, რომ ნაშრომში გამოვლენილია მკვეთრად მონტანისტური შეხედულებანი, ამის საფუძველზე ძეგლის დაწერის მიახლოებით დრო განისაზღვრება 210-213 წლები. და ჩვენც ამ ძეგლის რიგით მეათის განხილვით ვაბოლოებთ პაიქრობითი ჟანრის მიმოხილვას ტერტულიანეს სამწერლობო მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. გმადლობთ ყურადღებისათვის.